პოლიტიკოსები დღეს საქართველოში ან არიან აქციაზე ხალხის გვერდით, ან არიან ციხეში. სხვაგან დღეს საქართველოში პოლიტიკოსის ადგილი არ არის და ვინც სხვაგან არის, იმან არ უნდა უწოდოს თავის თავს პოლიტიკოსი. დანარჩენები ვიღაცები თამაშობენ პოლიტიკოსობანას. როიძახი რუსული რეჟიმიაო და როიძახი ერთადერთი წინააღმდეგობა პროტესტია ამ რუსული რეჟიმისო და შენ თვითონ რო არ ხარ ამ პროტესტის ნაწილი. ხო უნდა დასვა კითხვა რატო არ ხარ? ან თუ ვერ ხარ და არ მიგესულება, ხო პირველ რიგში შენ თავს უნდა კითხო რატო არ მიგესულება იქ. სხვა ყველაფერი არის სულ ერთი და სისულელე და თავის მოჩვენება და მოშტერება. ვინმე პოლიტიკოსები თუ იმიტომ გახდით რომ რაღაცა მოგწონდათ კაბინეტებში ჯდომა და კონფერენციები და კოფი ბრეიკები აღარ არის ეგ. დღეს დამთავრდა ეგ დრო უკვე 1 წელია დამთავრდა ეგ დრო ამ ქვეყანაში და ზოგიერთები კიდე იქ არიან ჩარჩენილი და ვისაც უნდა ეწყინოს და გასაგებია ყველაზე ვიზის საუბრობ ხა. მე ეს ქუჩის პოლიტიკოსი არა ვარ ზოგმა რო იცის თქმა. რას ნიშნავს ქუჩის პოლიტიკოსი? PowerPoint-ის სლაიდების აწყობას კარგად იცის იქ ყველა უმრავლესობა ვინც იმ აქციაზე დგას. და ისიც SWOT ანალიზის გაკეთებას და თქვენ თუ გონიათ რომ განსაკუთრებით ჭკვიანი ხალხი ხართ და კაბინეტებში უნდა ისხდეთ და ვიღაცები აქციაზე სასტვენით და მეგაფონით უნდა დარბოდნენ, აი ძალიან ცდებით.